მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, გამარჯობა. მიხარია რომ ჩემთან ერთად ხართ ჩემს არხზე. დღეს ერთად გავიგებთ იმ სიმართლეს, რომელმაც შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ახალი ენერგია და ცვლილებები შემოიტანოს. თუ გსურთ რომ მომავალშიც პირველებმა მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ტაროს გზავნილები და ლაიქეთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი მეტი ენერგობალანსისთვის, ასე თქვენ ჩემს ენერგიასთან მუდმივ კავშირში იქნებით და არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგრჩებათ. რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებთ ჩემი გაშლები. მოდი დღეს განვიხილოთ, TikTok-ზე უკვე განვიხილე მე ეს გაშლა რეალურად, ძალიან მოკლე ვერსია ჩავწერე, ახლა კი YouTube-ზე განვავრცობ, როგორც აღნიშნე, TikTok-ზე მეკრება მოკლე ვერსიები. საჯარო გაშლების მხოლოდ იგივე ვერსიებს გავავშლით ცლად YouTube-ზე, ასევე მაქვს სიახლე. Instagram არხი გავააქტიურე. ჩემს გამომწერებთან ასევე მაქვს თხოვნა რომ არ დაგეზაროთ და გადახვიდეთ Instagram-ზე და იქაც გამოიწეროთ ჩემი გვერდი, რადგან იქ მალე შემოგთავაზებთ ჰოროსკოპის მიხედვით თითოეული ჰოროსკოპის ნიშნისთვის დღის პროგნოზებს, კვირის პროგნოზებს და ასე შემდეგ. თითოეულს განვიხილავ დეტალურად. შესაძლოა წვილის თემებიც განვიხილო ჰოროსკოპების მიხედვით და რა ვიცი, ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მაქვს Instagram გვერდის თემასთან დაკავშირებით. მოკლედ, მოდი ახლა განვიხილოთ. თემა, ვინ გამოჩნდება მოულოდნელად თქვენ ცხოვრებაში და რა მიზნებით. თქმა უნდა, სათაური გადავასხვაფერე TikTok-ისგან განსხვავებით. მაგრამ იგივეა ფაქტობრივად, ხო? იქ მოკლე ვერსია იყო, აქ ვრცელი იქნება. ვინ გამოჩნდება მოულოდნელად თქვენ ცხოვრებაში და რა მიზნებით? ვინ არის ეს ადამიანი? რატომ უნდა თქვენთან დაბრუნება ახლა? რას მოგიტანთ ორივეს ეს დაბრუნება და როგორ იმოქმედებს თქვენს მომავალზე? მოდი ვნახოთ 2-2-3-3 კარტით თითოეული კითხვა, ხო? ნახოთ აბა, ვინ ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში? პირველი კითხვა. ვინ არის ეს ადამიანი? რატომ ბრუნდება ახლა? ესე იყოს პირველი, მეორე კითხვა. რას მოგიტანთ ეს დაბრუნება? იყოს ესე რაღაც ესე მინდა გავაკეთო 3 ჯვარედინათ ესე რო იყოს და აქაც ავჭე ხო? კაი, როგორ იმოქმედებს თქვენს მომავალზე ეს დაბრუნება მისი ხო? მინდა და ავჭეხოთ მოდი. აქაც ჯვარედინათ 2 არკანი დავალავთ. ეს და საერთოდ ამ გაშლის ენერგია არ ვიცი რატომ ალბათ უნდა ამეთში ხა კიდევაც ამ გაშლის ზოგადად ენერგია არის ცხრიანი პენტაკლების არკანი. ესე იგი მოცემული არკანები რეალურად გვეუბნება რომ ეს არის ამბავი რომელსაც გარკვეული წარსული მიზეზები და მიზნები ახლავს. ხო, ფონური ენერგია ცხრიანი პენტაკლები როგორც აღნიშნეთ ამ მომენტისთვის თქვენ ხართ პიროვნება რომელიც დამოუკიდებლად და ღირსეულად დგას თავის გზაზე. გარშემოყოფები თქვენს გარშემომიც არიან, ამას ხედავენ და ვიცნობენ რომ თქვენი ენერგია ძლიერი, პიროვნების ენერგია და თქვენ ხართ ძალიან მომხიბვლელი ამ ენერგიებში. იზიდავთ ხალხს, უფრო და უფრო მეტად თავდაჯერებული ხართ და ეს ხალხს ასე ვთქვათ, აღაშფოთებს და აოცებს თქვენში, ხო? ზოგადად რა მდგომარეობა ვიღაცები შეიძლება ელოდებოდნენ თქვენი ცრემლების და მოღუშული სახის ნახვას და ამ დროს თქვენ პირიქით მოწოდების სიმაღლეზე ხართ, აინიშნავთ არაფერს და თქვენ ხართ თვითქმნილება და რომლითაც ყველა აფრთოვანებულია, შეშფოთებულია და ასე ვთქვათ, ვერ გაუგიათ რა ამ ქალბატონის, ხო? სწორედ ეს შინაგანი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა იზიდავს ამ ადამიანებს თქვენსკენ, ვინც ასე ვთქვათ, მალე მოგწერთ და გამოჩნდებიან თქვენი ცხოვრების გზაზე. ვინ არის ეს ადამიანი ერთობრო ვთქვათ, ხო, რა შემიძლია ვთქვა? ეს არის პიროვნება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უკვე ასე ვთქვათ, ყოფილა და არის კიდევაც აქტიური.
იყო და არის არ ვაბობ რომ დღესაც არის უბრალოდ მისი ენერგია თქვენში კიდე ასე აქტიურად ცოცხლობს ხო შეიძლება ურთიერთობაში თანამშრომლობაში ან სხვა ფორმით იყოს ეს გამოხატული მასთან კონტაქტი მარტივი არ იყო თქვენთვის არანაირად ხშირად იყო კონკურენცია ასეთ სხვადასხვაობა შეიძლება აზრთა ჭიდილი შეიძლება რეალურად კამათები და ჩხუბები ეს ადამიანი ახლა ისევ ფიქრობს თქვენზე და მზად არის გარკვეული ნაბიჯის გადმოსადგმელად თუმცა მის გზაზე ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ შიდა და გარე წინააღმდეგობები რომელიც თავისუფლად თქვენკენ მას ვერ მოყავთ კი არა ვერ მოყავს ის თქვენთან ესე თავისუფლად ეს წინააღმდეგობები მის ცხოვრებაში არის ну რა ქნეს როგორღაც ცდილობს რომ აუვიდეს მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის რატომ ბრუნდება რეალურად ახლა ხო რაცა მეორე კითხვა მისი დაბრუნება უკავშირდება წარსულში განცდილ ძლიერ ემოციურ და პირდაპირ კრიზისს ხო მას დასჭირდა დრო რომ გამკლავებოდა იმ ტკივილებს ან შეცდომებს და კონკრეტულად ტკივილებს ან შეცდომებს ან ორივეს ერთად რომლებიც ადრე მოხდა თქვენ შორის ხო ახლა ეს პირობა ცდილობს თავი წარმოიჩინოს როგორც ესე ვთქვათ უფრო სერიოზული სტაბილური პიროვნება იმიტომ რომ წარსულში მან ნაჩვენა რომ აი არ იყო სერიოზულ დონეზე განწყობილი თქვენს მიმართ და აი სტაბილურობა ხო საერთოდ არ გააჩნდა თავისი შინაგანი ომებიდან გამომდინარე. ამავდროულად ესე ვთქვათ, მას აინტერესებს თუ როგორ ხართ თქვენ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და აქვს სურვილი გაარკვიოს დარჩა თუ არა კავშირი, ის პატარა კავშირი მაინც, რომელიც მას მისცემს საშუალებას თქვენთან მოვიდეს რეალურად. რას მოგიტანთ ეს დაბრუნება, ეს არკანები ნაცვლად გვეუბნება, ხო? აი რეალურად ეს არკანები გვეუბნება, რომ შეიძლება ეს დაბრუნება გახდეს სერიოზული საუბრის და ღრმა აი გასაღებების კლიტურზე რომ მოარგებ და სიტუაციას და კარის გახსნას რო შეესწრები, ხო? ამის საფუძველი. თქვენ შორის იქნება ასე ვთქვათ ვრცელი საუბარი წარსულზე, დაკარგულ შესაძლებლობებზე და იმაზე თუ რა გაკვეთილები ისწავლეთ ორივემ თქვენს და მანაც. ხო ამ შეხვედრას და შეხვედრის ამ საუბარს ექნება კარმული დატვირთვა. ნუ თქვათ, ესე ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობა კარმულია, ამას ვერსაც ვერ გავურბივართ. სამჯეროს არკანი, იეროფანტი, მოკლედ, აი ცხოვრებამ ამ ადამიანს ნახეთ, ამ ადამიანს მოუწყო სერიოზული გამოცდა. მაინც და მაინც უნდა დაეკარგეთ, რომ მიმხვდარ იყო თუ რამდენს წარმოადგენთ მისთვის და ეხლა ბეწვის ხიდზე გადის ეს პიროვნება თავისი ცხოვრების და ასე ვთქვათ, ცხოვრება მისცა მას არჩევანი, სამჯეროს არკანი ძალიან ბევრი თქმელია, ხო? ძალიან სერიოზულ კარმულ გაკვეთილს გადის. თუ რამდენად გამოიყენებს ეს პიროვნება სამყაროსგან მიცემულ მისთვის შანსებს, კიდე ერთხელ რომ გადახედოს ამ კავშირს და გადაწყვიტოს არის თუ არა მასში იმის სურვილი რომ გააგრძელოს თქვენთან ეს ურთიერთობა და საერთოდ სადაც ახლა იმყოფება, სურს თუ არა იყოფნა და თუ ასე ვთქვათ, ეს პიროვნება დაძლევს ამ ბარიერებს და გადადგავს სწორ ნაბიჯებს და მიხვდება რომ ის სტაბილურობა, სადაც ის ახლა იმყოფება, ის არ არის მისთვის განკუთვნილი და უნდა წავიდეს იქ და ყველაფერი დაალაგდება. ეს ძალიან კარმული მდგომარეობა თქვენ შორის და რამდენჯერაც ამ ადამიანმა თქვენ გული გატკინათ, ეს ყველაფერი მას ახლა აგონდება, ახსენდება თითოეული თავის სიტყვა, რომელიც მან გითხრათ, თითოეული თავის აქცია, რომელთაც გული გატკინათ, აი გამოსროლილი ტყვიასავით რო გულშო დაგჭირდა, აი იმდენჯერ უთქვამს, იმდენი სისულელი და გული უტკენია თქვენთვის, აი თვითონგან არის ეს იცის, მაგრამ აი თითქოს ათეშმაკირო შეუჩდება აი ეს მდგომარეობამდე მიდიოდა ეს პირობა ცივად მოქმედებდა და მაინც უნდა დაეკარგეთ რომ მიმხვდარ იყო თუ რაოდენ ფასეული პიროვნება ხართ მისთვის ხო და აი ზუსტად ამჟამად ხო დაკარგავ მაშინ ხვდები ამ ადამიანის ფას ეს დაემართა ამ პიროვნებას ზუსტად რო ახსენდება თურებს გეუბნებოდა როგორ გექცეოდათ ძალიან დიდ განცდებშია ძალიან ინანიებს ამ ყველაფერს და ეკი არა ზოგჯერ ესეთი ვიბრაცია მომდის ახლა თავიდანვე რომ დავალ
ყველა გიარკრები თითქოს ტირილამდეც მიდის იმდონეზეა ეს ადამიანი ახლა დაჩაჩანაკებული რო იტყვენ აი გაფარჩაკებული უკაცრავად სიტყვისთვის მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხო აი ეს თითოეული თავისი ცუდად ნათქვამი სიტყვა უხეშად ნათქვამი სიტყვა ყოველი ჩხუბი რომელიც თქვენდამი იყო უსამართლობა და თქვენთან უსამართლო იყო ყოველი მისი საქციელი სადაც თქვენ მან მიგატოვათ და დაგტოვათ მარტო თავისი არასწორი საქციელები თქვენ შეგაწმინდათ ხო აი ამ ყველაფერს ახლა იხსენებს და ძალიან განიცდის და ხვდება რომ ცხოვრება მის დასაჯა და სამყარო მის დასაჯა დატოვა უთქვენო თავიდან რა ეგონა ამ პიროვნებას ეგონა რომ გარუმკლავდებოდა უთქვენობას რომ ალბათ ასე იყო საჭირო ასე ჯობია უფრო კარგია თავისი სტაბილურობის შესანარჩუნებლად მაგრამ არა გადის დრო ხვდება რომ ენატრებით ხვდება იმას რომ უთქვენოთ ასე თქვა თვალს წყალსო არ ალევინებს თქვენი დანახვის ასე თქვა საშუალებით ცუდად ხდება ენატრებით განიცდის არ გამოვრიცხავ სვამს კიდევაც აი ესეთ მდგომარეობამდე მიდის ეს პიროვნება და ზუსტად ახლა ხდება რომ დაკარგათ და რო კარგავთ და უკვე ზოგიერთ შემთხვევაში უკვე დაკარგული წავხართ თურმე რა ყოფილა ხო სინანული ახსავსეა და უნდა თქვენთან ისევ ხო დაბრუნება მაგრამ აღარ იცის როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი როგორი მოქმედებს მისი დაბრუნება ასე თქვა თქვენს მომავალზე ხო აი ამ ორი არკანის მიხედვით ეს მოვლენები მოგცემთ იმედს თქვენი ურთიერთობის საომალოდ აშენების და უფრო ნათელად დაინახავთ თქვენ ამ ყველაფერს სამომავლოდ აი ამ გზაზე რო დადგებით ხო შესაძლებელია ეს ურთიერთობა ასე თქვა არ დარჩეს ისევ იგივე ფორმატში რომელშიც იყო და ღმერთმა არხეს რომ დარჩეს ეს საშინელება არაც იყო მაგრამ ისე თქვა დაგიხმარებათ საკუთარი სიმართლე დაიცვათ და თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწმინდე შეინარჩუნოთ შემოკარგება იმიტომ რომ რეალურად აი ამ მდგომარეობამდე ხულების დედოფლის მდგომარეობამდე ამ პიროვნებამ მიგიყვანათ თვითონ ხო როდესაც იყავით მოსიყვარულე მზად იყავით მისთვის მასზე გეზრუნათ რა ვიცი საკუთარ თავზე აგიღოთ პასუხისგებლობები რამდენჯერ ყოფილა რომ ასე თქვა ის არ დაზიანებულიყო და თქვენ კი გამოუშვიეთ თითი ხმა არ ამოგიღიათ აი ამ ყველაფრის დაუნახაობა მისი მხრიდან თქვენ ხმლების დედოფლის ენერგიებში გადაგაგდოთ რეალურად ხდები და ახლა მთავარია რომ აი ეს სიმართლე რა თქვენ გააცნობიერეთ და არ დაივიწყოთ და გაიხსენოთ ხომ თუ გადაწყვეტ რომ აპატიოთ იმიტომ რომ იმდენად ძიმე სიტუაციას ხედავ მე აქ რომ აი ესე ადგე და აპატიო ადამიანს რომ მათ ასე გადაგთელა გადაგიარა გაგანადგურა ცოტა თავმოყარეობასთან არის შეხებაში და პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ ჩემში ძალიან სერიოზულ ხუთიან კვერთხებს იწვევს ეს მდგომარეობა მე საერთოდ ვიფიქრებდი მეპატიებინა თუ არა დამებრუნებინა თუ არა ეს პიროვნება ბოდიშით ჩემი აზრია არც მე ვარ თქვენგან გამონაკლისი მეც მაგავლილი დღესაც გავდივარ ამ ყველაფერს და ძალიან შინაგანი ომები მაქვს არ ვიცი იმასთან მიმართებაში უნდა დაიბრუნოთ თუ არა პიროვნება რომელმაც ასე გადაგთელა და რას მოგიტანს ეს ყველაფერი ხო რომც დაიბრუნა ხო მოკლედ საბოლოო გაწყვეტილება მაინც თქვენზე იქნება პირდაპირ გითხრათ და ამჯერად თქვენ გაქვთ საკვარისი ძალა რომ აი გაძლიერდით ხო გითხარით საკვარისი ძალა რომ მხოლოდ ის მიიღოთ რა თქვენს გულს და სულს უხდება და რაც თქვენს სულს მოერგება ისე რომ არ დაზიანდეს თქვენი თავმოყრება თქვენი მეობა იმიტომ რომ ზოგადად ადამიანები როცა კარგავენ მე ხვდებიან მეორის ფას ხო ძალიან გვიანია და აი რეალურად ხო მარტო დარჩენილებს რა დაგჩენიათ თქვენ ხო ყველაფერს იმის გახსენება რაც იყო როგორ გაძლიერდით ხო ყველაფერს ცუდ სიხსენებდით რომ გაძლიერებულიყავი და როდესაც ცუდი გადაწონის იმ კარგს რაც იყო ხო მცირე დოზით და ცუდი იყო ყველაზე დიდი დოზით ხო ცდილობთ უკვე თვით გადარჩენისთვის რაღაცნაირად გაიხსენოთ ცუდი თუ როგორ გაყენებდათ შეურაცხყოფას თუ როგორ ასე ვთქვათ გაბიჯებდათ გულზე და როგორ გტყიოდათ გული მისი სიტყვების და საქციელების გამო ხო აი ეს ყველაფერი სამომავლოდ თქვენ გაძლიერებთ და გაგაძლიერებთ კიდევაც და იმედი მაქვს რომ თქვენ შეძლებთ და მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ არ შეიძლება თქვენ უკვე დღეს აი ამ ენერგიებში ხართ აი და არ შეიძლება ამ ენერგიებიდან აი თუნდაც ესე მარტივად აპატიო ადამიანს აი ეს გამარჯვებული რო ხართ ხო თქვენ საკუთარ თავზე რო გაიმარჯვეთ თქვის თვალშიც გამარჯვებული ხვის თვალშიც გამარჯვებული ხართ შეხედეთ როგორი გამარჯვებული ხალი ხართ და სხვამ რა დაინახა იცით თქვენ კი არა
აი ამ საცოდავს ყარები ხართ თურმე და ეს გიждდება თქვენზე და არა თქვენ მასე როგორც ის ყველას უყვებოდა და ასე შემდეგ ხო აი ეს მდგომარეობა და ეს ყველაფერი ის მერე მოვიდა აი ზუსტად იმ იდილიის დასრულების შემდეგ რაც ბჭყალებში იდილიის რაც თქვენ შორის იყო რეალურად ეს იდილია არ იყო ეს იყო სერიოზული უთანხმოებები ეს იყო სერიოზული ჭხუბები სერიოზული უნდობლობა გაწირვა თავზე გადავლა კიდე სხვა სიტყვას გამოვიყენებდი და არ არის მართებული აი მართებული არ არის უსამართლობა თქვენ თავის მიმართ რომ ეს გაამართლოთ იმით რომ სხვა გზა არ ქონდა სხვა გზა ყოველთვის შემოკარგებო არსებობს ხო არსებობს ყოველთვის სხვა გზა და ეს დამსხრიანი პენტაკლების მდგომარეობიდან სადაც თქვენ გამოყვეთ გამარჯვებული სადაც ხალხმა დაინახა თქვენი გამარჯვება და სადაც დაინახა ხალხმა ის რომ თქვენ ხართ და ისი არაა როგორც ის უბადრუკი ყვებოდა ყველასთან ყველანაირად აღმოჩნდა რა ხალხმა რა დაინახა თქვენ რა დაინახეთ თავად რა დაინახა თვითონაც უარ ეგონა თვითონ ყოფილა თქვენზე შეყვარებული სიგიჟემდე და დღემდე ყვარო და დღემდე უნდა თქვენთან და იმიტომაც ამ მდგომარეობაში ვარ კარმა იზე ბიჩ ხო იტყვიან ზუსტად ეს მდგომარეობა კარმამ კეფაში გლიჯა ამ ადამიანზე საგლეჯი და კიდე ღმერთს მეტი გლიჯოს ეხლა ვიღაც იტყვესო თავისი აწუხებსო ისე ყვებაო კი ბატონო ჩემი ისტორიას ფაქტობრივად ძალიან გავს ეს ყველაფერი და აი აქ ძალიან კარგად არის ეს თლიანი ხა დასტას გაგირჩევთ ძალიან ჩდება ამ გაშლაში სამიანი ხმლებით და სამიანი თასები როდესაც ასე ძალიან გტკიოდათ გული და პატიობდით ისე მეგობრულად უდგებოდით როდესაც აი ამდენ ტკივილის მერაც მან მოგაყენათ ისე შეგეძდოთ მასთან ერთად რო გეტარებინათ გეკისკისად გაგეღიმათ გეცინათ მიუხედავად იმისა, რომ გაგლიჯილი გქონდათ გული მანამდე მისი საქციელებისგან, თქვენ ამას აცნობიერებდით, ხო? იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო უტიფარი, ეს ადამიანი იყო თავის თავზე შეყვარებული და ასე ვთქვათ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, იმიტომ რომ თქვენ მისგან წახვედით, იქამდე აზრს ეს პიროვნება ვერ მოვიდა. და აქედან გამომდინარე, თქვენზე იყოს ეს დასკვნა, რას გააკეთებთ და რას არა, იმიტომ რომ უნდა ცეთ საკუთარ თავს ფასი, ესა პატივი, იცოდეთ საკუთარ თავის ფასი, გაიხსენოთ ვინ რა როგორ ისთვის ანერეთ, ვინ როდის დაგტოვათ, ვინ გედგათ მხარში გაჭირვების დროს, როდის რა მომენტში დაგტოვეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს როცა გაიხსენებთ და შეაჩერებთ ერთმანეთში და აირჩიოთ საკუთარ თავს, ესე ვერავინ ვერასდროს ვეღარ მოგიცავთ. მინიმუმ ადვილად ეს პიროვნება თქვენ ცხოვრებაში არ უნდა მოვიდეს, უნდა მოხოხდეს უნდა მოღოღდეს იდაყვებით, უნდა იხოხოსო, რომ იტყვი, აი ეს უნდა მოვიდეს და მაშინაც უნდა დაფიქრდეთ, მიიღოთ თუ არა. აი, მე ღმერთო ჩემო. ეხა უყურეთ, ეს გაშლა რეალურად არ არის უბრალო. ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ძალიან სიღრმისეულად და ძალიან გული მტკივა. მინდა გითხრათ, არ ვიცი ვის ემოციებს ჩავჭექი, ვისი წამოვიდა ეხლა ჩემთან ამ მდგომარეობაში ჩამაგდო, მაგრამ კარგი. ესე ვთქვათ, ეს გაშლა არის შესაძლებელი, რომ წარსული ჩარჩოებიდან გამოხვიდე და დაგანახოთ ის წარსული ჩარჩოები რა არის თქვენი, ხო? მიიღოთ ახალი საწყისი და ახალი დასაწყისი შეიქმნათ ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ თქვენ გზას მიიყვეთ და არ დაუშვათ ძველი ჩრდილები. ახალ სინათლეს გადაეფარონ და დაჩრდილონ. არავითარ შემთხვევაში. მოკლედ შემოწირფასებო, თუ გრძნობთ, რომ ეს გაშლა თქვენზე იყო. მე ვგრძნობ, რომ ჩემზე იყო. დალაიქეთ ვიდეო. მეც დავალაიქებ ჩემ ვიდეოს. ხუბრობის რა თქმა უნდა. გამოიწერეთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა მაძლევს ძალას, რომ მე კიდე უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი გაშლები ჩავწერო თქვენთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ასე ვთქვათ, ნათელს მოფენს და ნათელ ბილიკებზე დაგაყენებთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ ახლა იმდენად ჩემთვის მძიმე გაშლა იყო ეს. კიდევ ერთხელ დავწმუნდი ამ გაშლის შემდეგ, რომ სწორად ვფიქრობ. ხოლო სიყვარული ამ ცხოვრებაში არ არის ყველაფერი. არ არის. ეცეთ რა არის ფურცელსა დაკუჭა ვეღარ გაასწორებ იმას, ისე ვეღარ დააბნებ ძველ მდგომარეობაში. ეს არის ადამიანის გულით, სულით და ნდობაც, ხო? რაც არ უნდა მოხდეს უკვე ბზარი-ბზარია. ვერ დაივიწყებ, არ დაივიწყება. ფესად ვეწავა, ამნეზია არ არის რეალურად, თუ დაგემართა, ეგ სხვა ამბავია კიდე.
დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, შემოწირფესებო და იმედი მაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ ეს გაშლა. ძალიან ასე ვთქვათ, გულით გავშალე და არ ვიცი ვისმა ენერგიებმა შემომიტყუა აქ. მაგრამ ეს გზავნილი ჩემთვისაც არის და მადლობა დღევანდელ ამ გაშლას მეც მოვხდი მადლობას, იმიტომ რომ გადავუხდი მადლობას, უბრალოდ ბოდიშს ვხდი, მე მადლობას გადავუხდი, რომ კიდევ ერთხელ მითხრა ის, რომ მე სწორად ვფიქრობ, მართალი ვარ ჩემ თავთან და გზნობებმა და წარსულის იარებმა არ უნდა წამძლიონ სული, რომ თუნდაც მოვინდომო ამ ადამიანის გაფარჩაკება, თუნდაც უკვე გაფარჩაკებულია მე მგონი. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. ამ ცხოვრებაში ყველას დაუბრუნდება თავის ბუმერანგი. ჩვენი ჩარევის გარეშე ჩამოკარგება და რა ვიცი. ასეც იყოს და ასეც არის. კარგად იყავით, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.